ტრამპმა თეთრ სახლში გენერლებთან საიდუმლო შეხვედრა მოიწვია. მას შემდეგ, რაც ირანის მიერ აშშ-ის მოთხოვნებზე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გაგზავნილი პასუხი უარყო. ამ სამშაბათს 2026 წლის 12 მაისს შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, რადგან მასში მხოლოდ სამხედროები არ მონაწილეობდნენ. ჯეიდ ვანსი, მარკო რუბიო, პიტ ჰაქსეფი, CIA-ის დირექტორი ჯონ რატკლიფი და გაერთიანებული შტაბის უფროსი დააყენა თეირანთან დაკავშირებით სასწრაფო გადაწყვეტილების წინაშე. შესაძლო შეზღუდული თავდასხმები ირანულ ობიექტებზე და მძიმე გზავნილი ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავის გამოჩენით გიბრალტარში. პანიკა დაიწყო მაშინ, როდესაც თეირანმა ანტიტრამპულმა მედიამ და პროირანულმა მოკავშირეებმა გააცნობიერეს, რომ ტრამპი მხოლოდ მუქარით არ შემოიფარგლებოდა. ის აგროვებდა შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობას, რათა მომდევნო ნაბიჯისთვის მომზადებულიყო ირანის დიქტატურის წინააღმდეგ. ამასაც მალე ყველაფერს გეტყვი. მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოწერილი იყო, რათა ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მიუსონ ალვესი შეხვედრა თეთრი სახლის გადაწყვეტილების ცენტრში გაიმართა, რადგან ირანის პასუხი არ შეესაბამებოდა იმას, რასაც ვაშინგტონი ითხოვდა. ჯეიდ ვანსის, რუბიოს, ჰაქსეფის, რატკლიფის და დანკანის დასწრება აჩვენებს, რომ ეს შეხვედრა ჩვეულებრივი სამთავრობო საუბარი არ იყო. ვანსი თეთრი სახლის პოლიტიკურ ბირთვს წარმოადგენს. რუბიო დიპლომატიურ ფრონტს ხელმძღვანელობს. ჰაქსეფი და რატკლიფი პენტაგონის სახელით საუბრობენ. რატკლიფი დაზვერვის ანალიზს აწვდის და დანკანი სამხედრო სარდლობის ჯაჭვს წარმოადგენს. შეზღუდული თავდასხმების შესაძლებლობა კრიზისის ცენტრში მოექცა. საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი აფასებდა ზუსტად გათვლილი სამხედრო მოქმედების შესაძლებლობას, რათა თეირანი დაეყოლიებინა ბირთვულ მოლაპარაკებებში უფრო მკაცრი პირობების მისაღებად. იდეა არ იყო ფართომასშტაბიანი ომის გამოცხადება, არამედ შერჩეულ ობიექტებზე დარტყმა და ირანული წინააღმდეგობის ფასის გაზრდა. და ცხადი გაეხადა, რომ თეთრი სახლი მიიღებდა წინადადებას, რომელიც სავსე იქნებოდა მოთხოვნებით შეერთებული შტატების წინააღმდეგ, სანამ ბირთვული პროგრამა საფრთხედ დარჩებოდა. ამერიკული ბალისტიკური წყალქვეშა ნავი გიბრალტარში შეხვედრას უხმოდ ამძიმებდა. შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა დაადასტურეს, რომ ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავი ბრიტანეთის ტერიტორიაზე 2026 წლის 10 მაისს მივიდა. საზღვაო ძალების განცხადებაში თავადვე აღინიშნა, რომ ასეთი ტიპის წყალქვეშა ნავი პრაქტიკულად შეუმჩნეველი გაშვების პლატფორმაა და ამერიკული ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ნაწილია. გიბრალტარში საჯარო ყოფნამ კრიზისის დროს აჩვენა შესაძლებლობა, მოქნილობა და ერთგულება ნატოს მოკავშირეების მიმართ. თეირანმა რეაგირება მოახდინა ძალის დემონსტრირების მცდელობით. ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ გალიბაფმა განაცხადა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები მზად არიან უპასუხონ ნებისმიერ აგრესიას და რომ მოწინააღმდეგეები მიიღებენ გაკვეთილს. მუქარა მალევე მოჰყვა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ირანის წინადადება უარყო, რაც აჩვენებს, რომ რეჟიმმა გააცნობიერა რისკის მასშტაბი. ირანი ხშირად იყენებს მკაცრ რიტორიკას შიდა ბაზის შესანარჩუნებლად. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პარლამენტის პრესპიკერმა გააფრთხილა, თუ ირანს კვლავ შეუტევენ, ქვეყანა შეიძლება ბირთვული იარაღისთვის საჭირო დონეზე გაამდიდროს ურანი. ამ მუქარამ თეთრ სახლში გამართული შეხვედრის სერიოზულობა კიდევ უფრო გაზარდა, რადგან ვაშინგტონი ამ საკითხს ჩვეულებრივ დავად არ აღიქვამს. სწორედ მაშინ დაიწყო პანიკა ანტიტრამპის მედიის წრეებში, რომლებმაც სცადეს კრიზისი თეთრი სახლის მახეთ ან უკონტროლო ქმედებად წარმოეჩინათ. იმ დროს, როცა პროირანულ მედია საშუალებებს ტრამპის უარყოფა უმნიშვნელოდ მიაჩნდა, პროირანულმა მედიამ ამერიკული უარყოფა პოლიტიკურ სიამაყედ გადააქცია და აცხადებდა, რომ თეირანში არავინ აწყობდა გეგმებს ტრამპის დასაკმაყოფილებლად. მაგრამ ეს ფრაზა სწორედ იმ შიშს ამჟრავნებს, რომ საკუთარი მოსახლეობის წინაშე დამარცხებულად გამოჩნდნენ. ამავე დროს საერთაშორისო მედია საშუალებები, რომლებიც ამერიკის პრეზიდენტს აკრიტიკებდნენ, ყურადღებას ამახვილებდნენ ესკალაციის რისკზე, დიპლომატიური მარცხსა და ეკონომიკურ საფრთხეზე. იმიტომ რომ გენერლებთან შეხვედრამ აჩვენა, რომ დონალდ ტრამპი მხოლოდ მკაცრ სიტყვებს არ ეკენებდა. ერთის მხრივ ომის სივრცე მცირდება, ეს რეჟიმის მანევრია. ან თეირანი დათანხმდება უფრო მკაცრ მოლაპარაკებებს, ან მოუწევს საზღვაო ესკორტთან, უფრო მკაცრ სანქციებთან და შერჩევითი თავდასხმების შესაძლებლობასთან გამკლავება. პანიკა მაშინ დაიწყო, როცა აშკარა გახდა, რომ ამერიკული ზეწოლა სიტყვებიდან სამხედრო გადაწყვეტილების ცენტრში გადავიდა. ეხლა რა მოხდება შემდეგ დამოკიდებულია თეირანის არჩევანზე. თუ ირანი მაქსიმალურ მოთხოვნებზე გააგრძელებს დაჟინებას, დაემუქრება ურანის უფრო საშიშ დონეზე გამდიდრებით და შეინარჩუნებს ზეწოლას ჰორმუზზე, თეთრი სახლი შეიძლება გადავიდეს უფრო აგრესიულ საზღვაო ესკორტზე.
დამატებითი სანქციები ან შეზღუდული თავდასხმები. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში დახურული შეხვედრები ბირთვული საფრთხის მომენტებში ხშირად წინ უსწრებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც კრიზისის მიმდინარეობას ცვლის. 1962 წლის ოქტომბერში ჯონ კენედიმ კუბის სარაკეტო კრიზისის დროს თავისი მთავარი მრჩევლები შეკრიბა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ფლორიდასთან ახლოს საბჭოთა ობიექტები აღმოაჩინა. განხილულ ვარიანტებს შორის იყო საჰაერო იერიში შეჭრა და საზღვაო კარანტინი. კენედიმ აირჩია კუბის გარშემო გემების განლაგება, საბჭოთა სამხედრო მასალების შემოტანის აღკვეთა და რაკეტების გაყვანის მოთხოვნა. საბჭოთა კავშირმა სცადა ძალის დემონსტრირება, მაგრამ საბოლოოდ ამერიკული ზეწოლის წინაშე უკან დაიხია. კუბიდან რაკეტები გაიყვანა და პირდაპირ დაპირისპირება აიცილა. ეს ეპიზოდი სტრატეგიულ გამარჯვებად ჩაითვალა შეერთებული შტატებისთვის, რადგან ვაშინგტონმა სიმტკიცე აჩვენა, მოსკოვი თავის ტერიტორიასთან ახლოს შეაჩერა და მოწინააღმდეგე უკან დახევას აიძულა. კრიზისის ღია ომად გადაქცევის საჭიროების გარეშე. როდესაც ვაშინგტონი აერთიანებს პრეზიდენტს, სამხედროებს და დაზვერვას ბირთვული საფრთხის წინაშე, საუბარი თეატრალური არ არის. ეს არის მზადება, რომ მოწინააღმდეგე აიძულონ აირჩიოს უკან დახევა თუ დაპირისპირება. ამ ეტაპიდან სამი გზა რჩება მაგიდაზე. პირველი გზა არის მკაცრი მოლაპარაკება, სადაც ირანი დათანხმდება რეალურ შეზღუდვებს ბირთვულ პროგრამაზე და საზღვაო დაძაბულობის შემცირებას. მეორე გზა არის უფრო ინტენსიური საზღვაო ესკორტი, სადაც ამერიკის საზღვაო ძალები უზრუნველყოფენ კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილებას და ამცირებენ ირანის დაშინების ძალას. მესამე გზა არის მიზანმიმართული დარტყმა, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი დაასკვნის, რომ თეირანმა უარყო ზეწოლა და გადაწყვიტა ესკალაციის გაგრძელება. ამ გზებიდან არც ერთი არ არის მარტივი, მაგრამ ყველა აჩვენებს, რომ საიდუმლო შეხვედრა ცარიელი ჟესტი არ ყოფილა. ირანისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხი ის არის, რომ დონალდ ტრამპმა კრიზისი იმ არედან გადაიტანა, სადაც თეირანი როგორც წესი თავს კომფორტულად გრძნობს. რეჟიმს უყვარს გრძელი განცხადებები, მოთხოვნებით სავსე წინადადებები, ირიბი მუქარები და დროის კონტროლი. დიქტატურისთვის, რომელიც ძალის შთაბეჭდილებაზეა დამოკიდებული, უკვე პოლიტიკური დარტყმაა, როცა მას უწევს თითოეული ნაბიჯის გაზომვა ამერიკელი გენერლების წინაშე. შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს დიპლომატიური გზით, ზღვით ან შეზღუდული სამხედრო მოქმედებით. თეირანი იცის, რომ ნებისმიერი შეცდომა შეიძლება დააჩქაროს ამერიკის პასუხი. შეერთებული შტატების მოკავშირეები ყურადღებით ადევნებენ თვალს კრიზისს, რადგან მათ სჭირდებათ ღია მარშრუტი, სტაბილური ენერგია და ბირთვული შეკავება. ანტიტრამპისტული მედია ცდილობს შეამციროს შეხვედრის მნიშვნელობა, რადგან ესმის შეხვედრის პოლიტიკური ეფექტი. დონალდ ტრამპი გამოჩნდა როგორც კრიზისის მმართველი და არა როგორც მისგან გაქცეული. აქედან მოყოლებული, ირანი აღარ დგას მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი მოთხოვნის წინაშე. ის დგას გადაწყვეტილების წინაშე, რომელიც ამერიკის ძალაუფლების ცენტრშია მომზადებული. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სიმართლეზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების მულები ვიდეოს აღწერაშია მოცემული. დაუტოვე ლაიქი ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.